აი ხა აქ რო დაგიდო თქვათ 1 მილიარდი ევრო და მაპი რომელს აიღებ 1 მილიარდი ევრო და მაპი და კამერები რო ჩართული იყოს ბიბი ასათიანი გეკითხება რა ტიტული იქნებოდა შენთვის ყველაზე მიმზიდველი მეფის კარზე მეფის კარზე აჯანყებულის იმიტომ რომ არ მჯერა მონარქიის ეს არის სისულელე და ისტორიის გავლილი ეტაპია და ჩვენთან მაინდა-მაინც თუ გაინტერესებთ ეხლა ეს კლოუნადა რასაც უყურებ ძალიან მეცინება ბაგრატიონებმა მართეს როგორც შეეძლო და დაამთავრეს თავის მმართველობა გეორგიევსკის ტრაქტატით თუმცა არ ეგულისხმებოდა ამ ტრაქტატში რომ უნდა გაუქმებულიყო ეს დინასტია მაგრამ მეტი ვერ შეძლეს და ამიტომ ამგვარმა ერის წინაშე მოიხადა უკვე თავისი ვალი დღეს ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა და მონარქია არაფერ შეგვჭირდება ნაციონალური მოძრაობის საკადრო პოლიტიკა თუ მოგწონდა არ მომწონდა და არ მომწონდა ამ პარტიის შიდა დემოკრატიის ხარისხი პარტიის შიგნით დღესაც არ მომწონს როგორ გითხრათ თვითდანიშნული ლიდერების მოკლედ არ მჯერა და ამიტომაც ხშირად იმ პარტიაში არ დავიარეთ არიან თვითდანიშნული ლიდერები როგორ არ არიან